პირველ რიგში ეს არის ტექსტი 20-იანი 30-იანი წლების. შემდეგ 40-იანი, 50-იანი, 60-იანი, 60-იანებში მაინც დახვეწენ. ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება. ვასილ ჩიკოგიძემ პარლამენტარმა დათო დარჩიევდა სრული ამ სიტყვის ნინო ლილუაშვილმა მისა ლიცენზია და თისპირში ბენტონიტური თიხის ქარხანა აქვს. ლილუაშვილს მოასწრეთ უდაღუპა ეხლა. საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე საიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ. აიპი პანთეონი ოზურგეთი. ოზურგეთის პანთეონი და აუ შენ მე ნახე მაგის პოსტერი. ამის თაგზალოს დაესწრნენ. ყველა მოადგილეა საერთოდ თვითონ პანთეონის პოსტი რო იქნება რომ დღეს ჩვენს შემოემატა ღვაწმოსილია ბოლოში იქნება ასე გუბერნატორი მოადგილეები მერი მოადგილეები და ბოლოსგან დასრულთები სამსახური თანამშრომლები ზარქუას მარჯვენა ხელი კი ადევს აქ ზარქუას მარჯვენა თათი არა მე მეშინე უფრო სხვა რაღაცა არ იყოს სხვა რაღაცაში რო იყოს საქმე ფლიანი ზარქუა უნდა იდოს მაგაში ამიტომ ნაწილი ორგანიზმი ორმაგი დატვირთვა ხა ხმის სარკაზმსაც ჩავწვდი და შენ სარკაზმსაც ჩავწვი მოგესალმებით მოკლედ ძალას იკრებს აქტივობები მიმდინარე წელი ანუ ძალაში შედის ნენელა მთავარი დღესასწაულები ჩავლილია ასე ვთქვათ მithumetes გურულებისათვის ჩვენი უზურპასესი კალანდა სამწუხაროდ ექსესების გამო არ ჩაუვლია მაგრამ ასე თუ ისე როგორც იტყვიან გადავაღორეთ ხელისუფლების ენით რომ ვთქვათ მე ვითავეთ კალანდობის დღესასწაული სტუმრები არ იყო ჩვენ რომ გვეკადრება იმდენი და ისეთები მაგრამ არაუშავს ასე თუ ისე ანუ არ იყო წარმომადგენლობითი ხო? ახლა თუ არ ჩათვლით ახლა ძალიან იმას სერიოზულ პოლიტიკოსებს როგორც არის ტალახაძე და პეტრიაშვილი რაღაცა დეფიციტი იყო მაგ მიმართულებით დეფიციტი იგრძნობოდა დეფიციტი იყო კიდევ ნატურალური პროდუქციის მიმართულებით ახლა აშკარად ჩვენი ცნობილი სახეები ოზურგეთისთვის გაყინულ ქათამს როგორ ამბობ თქვენ ბიუჯეტზე ხურხნიდნენ და ამ 15 გრადუს ყინვაში ახლა ერთი სოფლის დედალი არ აწყენდათ ახლა და არ იყო აუცილებელი ახლა მიდან კოოპერატივიდან ქათმის ყიდვა გართულებულა საკითხი ხო ალბათ ქოცების სოფლის მეურნეობაში ან დავშვათ მეფრინველეობაში ვერ არიან თლათ წარმატებულები მოკლედ ჩვენ სურვილები თავისთავად ტრაფარეტული იქნება რაც არ უნდა უსურვოთ ჩვენი სურვილები ყველა მიცის პირველ რიგში ჯანმრთელობას უსურვებ ყველაზე გამძლეობას და ასევე ჩვენ შეგვიძლია რჩევებიც მივსცეთ ამ ხალხს რომ 26 წელს რა არ უნდა გააკეთონ, ესე იგი მოქალაქეებმა უნდა ერიდონ ტროტუარებზე სიარულს. ხო, სამწუხაროდ დღეს უკვე იმ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ 5 ადამიანია უკვე დაკავებული ამ ტროტუარზე დგომის გამო. არ ვიცი, ხა მეტი ხო, რა ვიცი, რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ანუ ყოველ დღე მძიმდება სიტუაცია და იდეაში არ ვიცი, ეგ მოსამართლეებიც აი რითი ფიქრობენ ვერ ხვდები რა, რომ ადამიანს ცალსახად ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ ეხლა. და ამას ოზურგეთის მილიცია გააკეთებს ადგილზე თუ მუნიციპალური ინსპექცია. ალბათ პოლიციის ამბავია ეგ, იმიტომ რომ იქ მას ეხდება და ხო, ეს არის და აქვე კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გამოვხატო რეჟიმის პატიმრების მიმართ, რეჟიმის წვეების მიმართ, უბრალოდ და ყველა თავისუფლება მინდა უსურვო ყველა მაგ ადამიანს ძალიან მალე და ხო, მეც ვიტყვი რომ ეს დღესასწაულები მიილია, ასე ვთქვათ და კიდევ ერთხელ მიულოცავდი ჩვენს მაყურებელს და ხო, ვიტყოდი რომ თავი რაც არის თავისუფლება გვჭირდება რა. თავისუფლება ამ ქვეყანაში არ არის სამწუხაროდ და ყოველ დღე მძიმდება საკითხები, ხედავთ ეხლა, არ ვიცი. თავისუფლება უბრალოდ თავისუფლება ცოტა ფართო მცნება არის. ნუ ამ ქვეყნის თავისუფლება ელემენტარული უფლებები არ არის. ხო, არ არის, ჩვეულებრივად ეხლა რაც ხდებოდა რუსეთში, იგივე ზუსტად იგივე სწრაფად ხდეს ამას. მაგრამ გადამოიტანეს ყველაფერი აქ.
ხო და ნუ რავი, ეხა ეგეთი кейსები ალბათ მე არ ვიცი რუსეთში იყო თუ არა ტროტუარზე დგომისთვის არა, კიდევ უფრო საშიში არის განმეორდები და ვიტყვი რუსული რეჟიმები არა რუსეთში, არამედ რუსეთის სატელიტ ქვეყნებში, იმიტომ რომ თავად რუსეთის სპეცსამსახურები თავის სატელიტ ქვეყნებში, სატელიტის კი არა, თავის რეჟიმები სადაც არის იმ ქვეყნებში ახალ სისასტიკეებს ნერგავენ. თუ ეს კარგად იმუშავებს საქართველოში, ჩვენ უბრალოდ საცდელი პოლიგონი ვართ რუსებისთვის. ჩვენ ბელორუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ესე საცდელი შუა აზიაშიც კი ვერ აკეთებენ ამას, რასაც დაუშვათ ჩვენთან აკეთებენ და ამას დანერგავენ ახლა და ანუ სატელიტი რეჟიმი თქვენ რახან ახსენეთ რომ რუსეთში არ არის უფრო მეტად სასტიკი არის პერიფერიებში, მის პროვინციებში, ახლა აღვიქვათ ჩვენ თავი როგორც რუსეთის გუბერნია და უკანაესო, ეს დე ფაქტო მდგომარეობა, სახელმწიფოებრიობა არის ფიქცია, ისევე როგორც ეკლესიაში ავტოკეფალურობა და ჩვენ უფრო მეტ სისასტიკეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ რომ საპირწონე რუსეთი აღარ არის, საპირწონე შეიძლება იყოს ბელარუსი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა აღარ არის ტრამპის მადლით. ხო, თუმცა მაინც მე მგონია რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ და ქართველი ხალხი საზოგადოება ამას არ შეეგუება და ისე არ დარჩება, იმიტომ რომ რა ვიცი ხა იმედია უარეს რეჟიმები როგორც ხაბრებშია ჭირი და ქატო ჩვენ არ დაგვშება. ხო, ეხლა რავი გადავიდეთ ჩვენს ისევ ნიუსებზე და ვაფრქვიოთ ჩვენი წვეტიანი აზრებს. სტყორცნოთ ბატონო ოთარ. ახლავე, აუ იმ წითელში მინდა გავარტყო, ბიჭო, ყოველ ვერცეჯერ ვერ მოვარტყი რა. ეს რა? ზუსტად წითელია. ბორზიკო, მაგრამ ბორზიკოს აუ ეს რა არის, ბიჭო, რა ხელა ნიუსია რა არის. მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია. დავით დარჩია. ეხლა შეხედე, ეს უნდა წავიკითხოთ ლია ამას რა წაწერე. მოდის გიხდით, ჩვენი დავით დარჩია. ჩვენია და ჩვენი და როგორც ადრე ვთქვით, ვერავის ვერ დავუცმოთ. მალე მიილევა მიმდინარე საბიუჯეტო წელიც. აღნიშნულ პერიოდში გარე და შიგა ძალების კარგად კოორდინირებული, დესტრუქციული და არაადეკვატური საქმიანობის შედეგად ქვეყანა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტის წინაშე არაერთგზის აღმოჩნდა. ვაა. მიუხედავად ამისა, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ძლიერი მხარდაჭერით შეძლო ქვეყნისთვის გამანადგურებელი პროცესების თავიდან აცილება. პირიქით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო გავძლიერდა. ამას მოწმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გასული წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ფაქტობრივი შედეგებიც. მიმდინარე წლის ბოლოსათვის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, განაცხადა დავით დარჩია. ბიჭებო, ახლა კითხვა მაქვს რა, რომელს გჯერათ, რომ ეს ტექსტი თვით დავით დარჩიამ შექმნა და ასე წარსდგა საზოგადოების წინაშე. ბიჭო, ეგ რთული კითხვაა, მაგრამ სანამ აქ შენ გაგცე პასუხს. ჯერ ამ манипуляციის ამბავი მინდა აქ манипуляციის ამბავზეც ვისაუბრო ეს 100 მილიონს იმიტომ გადააჭარბა რომ დიდი ალბათობით სტიქიის შედეგად რა თანხებით შემოვიდა ცენტრალურ ბიუჯეტიდან იმას ესენი ითვლიან ხო და ნუ მოკეთ სტიქია მოხდა ქვეყანაში და ეს თუ ის არის უბრალოდ მუნიციპალიტეტში და რაღაცა ეროვნული ვალუტის კურსის ხო და ეგ ნაწილი არის მაგიტო გახდა ამდენი აქედან ახლა არ ვიცი გახურხნული რამდენია ბატონო ვლადიმერ შეიძლება თქვენ უფრო იცოდეთ მაგრამ ყველაზე მაგარი წინადადება ის არის ეს რა შიდა და გარე ძალების გარე და შიგა ძალების კარგად კოორდინირებული დესტრუქცია და არაადეკვატური საქმიანობის შედეგად ანუ ეგ რა მაინდა იცი აი ეს წინადადება ეხლა ეხება მხოლოდ მუნიციპალიტეტით შიდა და გარე მყოფ დესტრუქციულ ძალას თუ ზოგადად ქვეყანაში პირველ რიგში ეს არის ტექსტი 20-იანი 30-იანი წლების. შემდეგ 40-იანი, 50-იანი, 60-იანი, 60-იანებში მაინც დახვეწენ. ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება. კი ბატონო. არ ვიცი რა. ალბათ აქ იქნებოდა ბოლოს ტაში ამხანაგებ. დარბაზში გამოცოცხლება. უფრო ისე რომ ვთქვათ რა ავტორის ბოლშევიკური სულისკვეთება სხვისი სიტყვებით. არა. გადმოცემული. ჩაი რამდენი მოიკრიფა, მოცვი რამდენი მოიკრიფა, ციტრუსი რამდენი მოიკრიფა, რითი განვითარდა, რა ხარჯზე განვითარდა, რა ქნა. ანუ რაიმე ჩვენ რაიმე მიღწევა რა გვაქვს ან სოფლის მეურნეობაში, ან სხვა მიმართულებით,
მაგას არ ამბობენ, მან ხო ეხა არა ეკონომიკურათო გაძო გარდამტეხი წელიო და ოზურგეთისო მაგალითზე თუ იმშელერთო დავასკვნითო რომეო ქვეყნის მტრებსო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს რომ თავის გამზირზე მყოფებსო და კუდით ყვა ვასლოლინა და დღვირი ვადინეთო ხო და მანდ გასათვალისწინებელი არის ამბავი რომ ვის ელაპარაკება საკრებულოს რომელშიც ერთი ოპოზიციონერია ხო და იმათეუბნება რომ ჩვენთვის გარე არც კითხულობს მე მგონი ხო და გარე ძალებმაო ვერაფერი დაგვაკლესო ჩვენ ისევ ეკონომიკურად ძლიერი ვართო და ჩვენ ისევ აქ ვართო ბევრნიო რა როგორ არის დასაქმულების რაოდენობა რამდენი პროცენტით გაიზარდა შსუმ შიდა ანუ ხო გადასახადები რა შეგვიძლია რაოდენობა ანუ აქ რამდენი გადასახადი აიკრიფა ამას არ სამუშაო ადგილები შექმნა რამე ოზურგეთში გასულ წელს რაიმე წარმოება გაიხსნა საწარმო გაიხსნა სამუშაო ადგილები გაიხსნა კი ბატონო მან დაითრია სხვადასხვა ლილოვაშვილის დახმარებით ბენტონიტური თიხის ქარხანა მან ვასილ ჩიკოგიძემ და კიდევ იმ შარაშიძე ეს ვასილ ჩოხატაურის ჩიკოგიძე ალბათ ხო ვასილ ჩიკოგიძემ პარლამენტარმა დათო დარჩიამ და სრული ამ სიტყვის ლილოვაშვილმა მისა ლიცენზია და თისპირში ბენტონიტური თიხის ქარხანა ლილოვაშვილს მოახსენეთ უდაღუპო ეხა ხო და სხვათა შორის ის ტრაქტორები შარშან დიდთოვლობისას რომელიც უნდა მოხმარებული და ჩართული იყო ოზურგეთის დიდი კამაცო რომელიც გადამწყვეტი იქნებოდა გზის გაზმენდით საქმიანობაში გადაბრუნდა ამ დათო დარჩიას მაღაროში თისპირში ხო და ეხლაც დგას შეკეთებას ელოდება ეხლაც დასუფთავების სამსახურის რაღაცა გარაჟის გვერდზე თუ სადღაც უგდია. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების და როცა საუბრობ ადამიანი ოზურგეთში ეკონომიკა გაძლიერდაო რა ვინი გულისხმება რეალურად ახლა გარემტრები და მარცხაში რეალურად ბიუჯეტი გეგმავენ რაღაცა რო იგეგმება მე მოდის ეს ცენტრალურ ბიუჯეტიდან რაღაც თანხები ამ შემთხვევაში შემოსულია სტიქიის თანხებია და მაგას ათვლიან და ხალხს აბოლებენ რომ ეს არის ეკონომიკური წარმატება ხალხს ვერ აბოლებენ ხო იდიოტებად თვლიან აუ ეგ მართალია ეგ არის ხო ანუ არაფრად აგდებენ არაფრად სრულად უპასუხისმგებლო კატასტროფაა საერთოდ ეს ვინ ამცელებს ბოდიში ვაიმე დედა გურიატივი ხო და არ ვიცი მოკლედ კარგით ახლა შენ სპორტსნე ვლადიმერ სპორტსნო მე ის სპორტსნე 10-ში რომ მოვარტყა მიდი მაგას მთელი სამი გადაცემა აღეცნება არა კაცო გამიხარ ჩიკოგიძესავით 10-ში მოვარტყი ბენტონიტორის რუიანი თუ 6 არის რა ვიცი რუიანი თუ ეს აგერა 6 იყო რა იქნება აი დასა პირიქით გიგიდი რა გურიის მხარე ლანჩხუში მთავარი ნაზვის ხე საზეიმო დაინთო ოჰო კილოცავთ ესე იგი ნაზვის ხეს რომ აინთო ეს დიდი წარმატებაა სათაურიდან ასე იგრძნობა ცხადია და ვინდა ის მოკლედ ამ სტატიის ავტორი გურიის მხარე ამას ასე გვაძლევს ამ ინფორმაციას გვაპარებს ამ ინფორმაციას ნახო ანუ შუქი გვაქვს პაიხალი დალშე რომ ამათენაზე საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე საიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი მაბატიეთ აქტივობებით იყო დატვირთული იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით ССИП შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით გაიმართა საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა ახალი წლის დღეები გურიის რეგიონში გრძელდება მთავარი ნაზვის ხეები ოზურგეთსა და ჩოხატაურში 25 დეკემბერს აინთებაო. ესე იგი, რა მინდა პირველ რიგში ვთქვა, ის რომ რაღაცა პატენტი აქვს ეთქობა, რომ რა უნდა, ჯერ კაი დაესწრო, რა უნდა გუბერნატორს ნაზვის ხის ანთებაზე. გადაი კიდეში რა. ან საკრებულოს თავმჯდომარეს, ან მეორეს რაღაცნაირად წარმატებულია ახალგაზრდა, წარმატებული მოსწავლე, წარმატებული სპორტსმენი, წარმატებული პედაგოგი, წარმატებული ექიმი არ ყავდი, მოიყვანე და ის დაასწრე და მაგალითი მიეცი ვიღაცა. სხვათაშორის მან უკვე მაგნიუში დამალეს რა, შეხედე იმ ნიუში ხო იყო რომ დასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიო და აქ ხო ძალით მიყავთ ხოლმე როგორც ეს ხალხი და აქ არ დაწერეს. ამ თავარი პრობლემა არის კიდევ მე მინდა ხაზი გაუსვათ ფოიერვერკებს.
ხო. მსგავსი ტიპის დასახლებულ პუნქტებში სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ოზურგეთი არ არის მეგაპოლისი და ოზურგეთი და ლანჩხუთი და ჩოხატაუი არ არის სიდნეი, მელბურნი, ნიუ-იორკი და პარიზი და ასე შემდეგ. მსგავსი ტიპის დასახლებულ პუნქტებში ფოიერვერკების გამოყენება არის კატეგორიულად კატასტროფული. უმძიმესი, უდიდესი ზიანს აყენებს ფლორას, ფაუნას, ესე იგი, მარტო ძაღლებზე არ არის აქ საუბარი, ფრინველებზე, არ შეიძლება მსგავსი ტიპის დასახლებულ პუნქტებში ასე ფოიერვერკი ისროლო ყველგან სადაც გაგიხარდება, არ შეიძლება ეს. საშუალოდ კიდე რა მაინტერესებს იცი რომ ეხლა თბილისში ეგ ტრადიციად არის რა, რომ თბილისის მერი არა, სხვა რაღაც გეკითხებოდნენ. თბილისის მერი ყოველთვის ერთ პირთა მოლაპარაკებით აკეთებს ამ საახალწლო განათებებს და ნაზვისხეებს და რაღაცებს რა. ანუ ვითომ ეს რაღაცა ფორს მაჟორია და მოძრავი იყოს ეს დღესაც. ეხლა მაინტერესებს აქ როგორი იყო, ხო არის ან ლანჩხუთშიც მას ეკნეს, ან ლანჩხუთშიც არ იციან როდის გება. აქცენტირება ფოიერვერკზე და ამ კიდევ და ესოზე გავაკეთე ახლა სამწუხაროდ მაგას შევეჩვიეთ უკვე და ეს ახალი მაყურებლის ანუ მანდაც ესეა, ხო, მაგას ვიტყოდი. ადგილობრივისთვის ახალი არაფერი არ არის თუ ვიღაცა რაღაცას მიაკპეჭს. მიახურხნის გამოყოფილ თანხას თუ მიაყოლენ ძმა აბა დებილი აბდალი ხო არა პატარას გატყვირავს ურიაში პატიოსან ადამიანს აბდალს უძახოდნენ ხო აი რომ მუშაობდა და არიპარავდა და აფუჭებს ადგილს კი იგი მაგათად იყო ასეთი გამოთქმა რომ აი ადგილზე მუშაობს მაგრამ ადგინდა პატიოსანია და რაღაც ასე ნუ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ფრიად ნორმალური ნაზვისხე იყო ეს ხო მაგის ამის აღნიშვნა მინდოდა რომ ამნიუსის ზოგს მოსწონს ზოგს არ მოსწონს მაგრამ ნუ თუმცა ეხლა ამ ნაზვისხეზე იყო მთელი ამბავი რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო ნაზვისხე და ბევრი მადლობები და ის ამ ნაზვისხის აღმოცენებაში ჩადებული ჯაფისთვის უამრავ ადამიანს მადლობა ეკუთვნოდა რა. ხო, ჩაუქობისთვის. რომ მაგრამ მაინც მე ამას ჩავყვები. ეხლა მაინტერესებს ერთ მითხრა მოლაპარაკებები თუ არა რა. გუბერნატორი და თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ მაპატიეთ ამ სიტყვის ხამები რა და ეს სნობიზმი უნდა აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ რომ ისეთი ტიპის ღონისძიებების დროს როგორც არის მაგალითად ნაზვისხის ანთება ხო აღარ არის ახლა ნიუ-იორკის მერი რომელი ვარდის ნაძვე სხვას მიეცი შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეცი ახლა თანაც სათაური გაკეთდა ამის ფარგლებშიო ხო აგერ მაგალითად შემოქმედებითი საქართველოს ფარგლებში რა კავშირი აქვს შემოქმედებასთან გუბერნატორსთან საკრებულოს თავმჯდომარესთან მერს ალექსანდრე სარიშვილს რა კავშირი აქვს შემოქმედებასთან მე კიდე ერთ რამეს მივაქციე მანდ შეიძლება სკოლაში ხატვას ასწავლიდნენ და არ სწავლობდა ერთი რაღაცას მივაქციე ყურადღება ყურე იქ იყო დაესწრო და აქ წერია ესწრებოდნენ ეგ არ არის გამარჯვება უკვე ლაივში მიდის ლაივ შეიძლება რა მერი საწავიდეს ასეთ საზეიმო დროს საწავიდეს მერი იყოს რას დაესწროს იყოს მაგრამ მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს არ მერი რომ ესწრებოდა ეგ მაგის განეუსება რა თუ კაი მერი ხარ კაცო და იქ მიყოლ ვიღაცა გადაიგებს შენთან სელფს და გავირუსდება ის სელფი თუ მატარავიდეს თუ რაღაცა ნებისმიერ სახელმწიფო მოხელის მიზანი უნდა იყოს სტიმულირება ახალგაზრდების ადამიანების რომლებიც მრავლად არიან დღევანდელ დღესაც კი მრავლად არიან სკოლებში, ბაღებში და ასე შემდეგ და ასეთი ადამიანების იგივე თუ მეხანძრეები, პოლიცია 1000 რაღაცა და საპატიო მოქალაქეს რომ მასახელებ გაახსნევენ ამ ბოლო-ბოლო ამ საპატიო მოქალაქეს აი ამ ხელა გასხალები რომ გადაეცი გამეიყენა ხო რაღაცაში დაასწრაფე აი საპატიო მოქალაქე და რაღაცა როგორ არის მაშინ სისმერდებში აკლიმატიზაცია როგორ გადაიტანეთ გმართოს დატვირთეთ ეს ადამიანი დატვირთეთ რაც შეიძლება დატვირთეთ ეს ხალხი კაცო დატვირთეთ ყველაფერი მერმა როგორ შეიძლება ნაზვისხი ანთოს ამ გუბერნატორმა მით უმეტეს მაგრამ ბურჯუმელიძემ რა უნდა ქნას ახლა ამ ნაზვისხეს რომ ანთო იქ და ბიუჯეტზე და ხურხნაზე რო ლაპარაკობ პატივცემულო იმას ხომ მოყვება ის მეორე განყოფილება ქვია ხო გატყვირვა მეორე განყოფილება მაგიდა სუფრა ხო და ახლა სადავეები რომ არ გაექცეს ვინ როგორ დალოცავს ვინ ბოლომდე დალევს არ დალევს ბოლომდე მისაღებელოს დაფერგვინოს მეიტანენ ხო რა ასე შემდეგ ეს სატყორცნია ამ დაესწრენ საკითხზე რა მე ახლა ვაკვირდები ანუ ახალი ტენდენცია გვაქვს მაგით ნიუსებში შემდეგშიც გამოჩნდება რომ ადრე იყო რომ მერი და რაღაცა რა ეხლა
ან ბოლო ტენდენციით, ბოლო ტრენდით. უკვე ოთარ შენ რასაც ამბობდი რა, ეგ არის რომ გაიშალა უკვე რა. ეხლა გუბერნატორი კი არ, გუბერნატორის მოადგილე რაღაცას დაესვა. მერის მოადგილე. შედეგი გვაქვს რა. შედეგი არ. სწორი რაღაცა ჩაავლე. არ დათმო გუბერნატორმა ცოცხალ. არა, ეგ ეხლა თავარი. რასთავარი, გახსოვს ადრე როგორ იყო, რომ ეს რაღაცა მერი ყველა მისი მოადგილე, გუბერნატორი ყველა მისი მოადგილე, რაღაცა ერთ ადგილას მიდიოდნენ რა. ეხლა ცოტა იყო ზოგი იქით მიდის, ზოგი აქეთ მიდის. ამუშავდნენ. და ესწრებოდნენ. უამრავი რა ხდება ქვეყანაში და ვერ ასწრებენ ყველა. ძირითადი საქმე მაინც დასწრება არის, მაგრამ დასწრება არის უკვე დიფერენცირებული რა. მთელი ეს წარმოიდგინე რამდენი ნიუსს დავიკითხეთ, ანუ თავარი ამ ნიუსის არსი არაფრის თქმელია. კლიანად ის არის რომ ესწრებიან და არსი არა. მოვალეობის მოკლედ აი ძველი საბჭოთა ანეკდოტი რო იყო ბრეჟნევს რომ მიადგენ და გააქენ გამოაქან. ეხლა ესეა სტადიაში არიან, იცი? იქეთ-აქედან აქანებენ ამ ქვეყანას, ვითომ მივდივართ. ეს არის სვლის მოძრაობის იმიტაცია. სინამდვილეში ვართ დამყაყებულ ჭაობში. ისე რა ვაიდე ჩვენ გარდა ვინმე კითხულობს პოსტებს. არა, სხვათა შორის ის ლაიქებიც რო არის გადარეკვები და რაღაცეები. გასო, ის ლაიქები ყველა ისაა რა. რაიკომის შენობაში მობილიზებული სასტავის, ეგ კი ვიცი. ბრეჟნევის სიტყვას ვინმე კითხულობდა, მაგრამ პრავდა სამი გვერდი და კომუნისტის სამი გვერდი ანუ სხვათა მიქონდა. შორის ეხა უსებ მომივიდა იდეა, რომ მაგალითად კალენდარ მოდადგება ჩვენ დაგვაჯილდოვოთ უნდა მაგათი პოსტების კითხვის გამო ალბათ რა. საპატიო მკითხველის ჯილდო. საპატიო პოსტ მკითხველები, იმიტომ ჩვენზე მეტს ალბათ არავინ არ კითხულობს მაგ პოსტებს რა. ნუ ჩვენ არა, უბრალოდ ჯგუფი და მე ჩვენამდე მოდის ეს ნიუსი. ფაქტურად ზრუნა ვართ კიდეც. კი, ჩვენ გვინდა რომ გავაჯანსაღოთ რა. წავიდეთ წინ. ოკეი. სპორტსი ბატონო ვლადიმერ. აი ხა უნდა გავარტყო. მიკურთხები ხარ. როგორც იქნა რა. ჩვენს რასაჩი პირველი ცხრიანი რა. აქტირო პიარესკოლა ჩას. დედა დახოს მივიდა. აი ჩაუქობა ნახდათ ეს არის. რამხელა ნიუსი შემხვდა რა. ბიუჯეტის ფულით აშენებული კერძო რესტორნის ჯებირი. ეს რა ხდება? ვიცი ეს ამბავი, ხო, ეხა მივხვდი. ოზურგეთში ახალი რესტორანი ილიკო იხსნება. რომელიც ხელისუფლებასა და ახლობელ ბიზნესს ეკუთვნის. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური და საეჭვო გარემოება. რესტორნის ეზოს დასაცავად საჭირო ჯებირი ხალხის ჯიბიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. საუბარია ლარზე, რომელიც ამ ნაგებობის ასაშენებლად დაიხარჯა. ყველაზე საინტერესო კი ის სქემა, რომელსაც ეს ყველაფერი გაფორმდა. იმისთვის, რომ კერძო ბიზნესის ეზოში ჯებირის სახელმწიფო ფულით აშენებულიყო, სამუშაოების სტიქის ლიკვიდაცია ღონისძიებად მონათლეს. ეს მე მგონი შენი სტატია რა? არა ადგილზე არსებული რეალობა კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ძველ ჯებირს, რომელიც იქ მანამდე იდგა, არანაირი სტიქის კვალი არ ეტყობოდა, ის მშვენიერ მდგომარეობაში იყო. მეტიც, ახალი მშენებლობის დაწყებისას სპეციალურად დაშალეს, რომ მის დასვლად ბიუჯეტის ფულით ახალი აეშენებინათ. ვისი ნიუსია ეს? მონახე. მე მგონი შენი არ ვიცი, თუ ნიუსისა, არ ვიცი. ნუ მოკეთ ეგ ამბავი ვიცოდი, შენც იცოდი ალბათ ეგ ამბავი, ეხა ეგ მაგრამ დაუჯერებელია რა, ამჯერავს რა. რომ ამას ისამდნენ, მაგრამ ახლა მე რაღაცა MGF-ის და რაღაცა რო ყოფილიყო კი, მაგრამ ახლა სტიქის ლიკვიდაციო სახსრებიდან ამ ოპერაციების თუ ამ შენებლობის დაფინანსება და გაკეთება კატასტროფა. და უყურე ეხლა ლინკი სად არის შეხედე რა. და ეს იძახის თავმჯდომარე მისი რა ქვია, საკრებულოსი რომ აი მაგაზე ამბობს რა, მაგ სტიქის ფულებს ეიძახის რომ ეკონომიკა განვითარდაო რა. ხო და იქით მიახმარ, აქეთ ეს მიახმარ და შეიძლება მაგას გულისხმობდა ეკონომიკურ განვითარებაში, არა? არ ვიცი საერთოდ სამწუხაროდ აი ჭამა ეს ჯერ არ გახსნილა და გადაიდო და არ ვიცი რას უკავშირდება ახლა და გასული წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო. შეიძლება შემდეგ სტიქიას ველოდებიან რომ უკვე სამზარეულო დაკომპლექტდეს. თვითონ მე პატრონეს ქვია ილიკო და შესაძლოა ბაბუამისის საპატივცემულო შეიძლება ბაბუამისაც ილიკო ერქვა. აჰა, გასაგებია. საუბარია ილაკე ჭაყმაძეზე. ხო. მე მეტი ფანტაზია რა, აქ საფრთხე უნდა არქო. არ ვიცი. ახლა სახლი სტიქია მანუ ხო? თვითონ სტიქია. და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი და არავინ არ მოსულა. არ დაინტერესებულა არაფერი. იყო ერთი მაშველები იყვნენ, მე პოლიცია მოვიდა, დამხედა, ცოცხალი თუაო წავიდა და საერთოდ მერიას არაფერი არ გაუკეთებია რა და წარმოიდგინეთ ახლა რაებს აფინანსებენ რა. საკუთარ თანამშრომლებს აძლევენ თანხებს, ურიცხავენ 10,000, 5,000, 7,000, 15,000 და აი ეს არის ეს უკვე აღვირახსნელი
კორუფცია არა. ყველგან ეგრე არის რა და ხო და ეხა მეორე ამბავია ნახე რამხელა გავლენა ამას ვინმე მოიკვლევს საერთოდ? რამხელა გავლენა აქვს ადამიანს ეხა ვისიც არის ბიზნესი ხო წარმოიდგინე დაალაგა მუნიციპალიტეტთან რომ ეხა მოდი ეხა რა აქ ჩემი ფულები უარ ხარჯო ამის გამაგრებაში მიდი გაამაგრეთ რა ჯიგრებო და რა ვიცი მე ხალხს სახურავებია გადახვიდე ხა როგორ შენ თქვი რა შენ ხარ ანალოგიურ პრობლემაში და შენთან არავინ არ მოსულა ხო არა ეს დახაშული ტყუილა ეს თანხები მუნიციპალიტეტზე აქვს პრომოკოდი და იმ პრომოკოდით მე მოქალაქეები ვინც მიდიან ფასდაკლება აქვს 5%-იანი თურმე 3 ეს 90,000 ლარი შედის ის 100 მილიონი. რა თქმა უნდა, აბა რა. და ის გრანტით შედის, ხო, ხურხნის ამბავში. აუ, ის გრანტი, აი ხადია, ეგ როგორ დამავიწყდა. რამე მოხდა მაგ გრანტზე, ბატონმა ხმა ხო არის ის. რომელ დამოუკიდებელი და რაღაცა ცალკე მდგომი არასამთავრობო დიახ. არ მიმიდევნებია თვალყური. აქტივობი მაინტერესებს, მაგრამ გუბერნატორის ნასარაიას ისე. მოვიკვლიოთ. NGO. ალბათ დავით დარჩიას ამაზე აქვს კითხვა საერთოდ. ასეთ კორუფციულ ფაქტს გამოიკვლევს ის პროექტი? არა. არ გამ მაგისტრის არა, იქ სხვა რამ. შევწუხდი მე ამ ნიუსით, სიმართლე გითხრათ და დამამწუხრა ძალიან და რაღაცნაირად უბრალოდ საბჭოთა კავშირის ჰქონდა საზღვარი რა. საბჭოთა კავშირის ჰქონდა საზღვარი. და ამათ ესე ღორმუცელობა საზღვარი არა აქვს რა. დაზოგა ჩვენ ხარჯზე დაზოგა ბატონო მერო, ბატონო დავით დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარე ეს საკითხი წესით დღის წესრიგში უნდა გქონდეთ. ეს მნიშვნელოვანი რამ არის და არ შეიძლება ასეთი რაღაც არ შეიძლება. ვის უნდა უმალოთ? ხალხმა ყველაფერი იცის. ხო. ეგრეა. გავაგზელოთ. სამიაში იყო ისე რა. ინაკრის მადლობას უხდის. ჩერი. ხო, პოჭლენიუსია როგორც ჩანს. კარგია, ბევრი სურათები გვაქვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია გურიის მხარეში წვდომებული გიორგი გურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ. ნუ აი აღარ მინდა რა ეს დაესწრნენ რა, გასაგებია რა. გააგრძელე კარგია იდა. ილოსაკიდე. არა, გააგრძელე. საფრთხო მსახურებას ოზურგეთის მერის მოადგილეები ბეკაშ ხიკვიშვილი და სოფორავიშვილი ბრელთან ერთად დაესწრნენ. ესენი ცალკე ბრელთან ერთად, ისინი ბრელთან არ იყვნენ? ისინი ბრელთან ერთად იყვნენ, ოღონდ ცოტა მაღლა. უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს. მე გილოცავთ ისე შორის მოკაია, ესო გილოცავ როგორ ანუ მან ქრისტე შობის დღესასწაულს ულოცავთ ჩვენს სმენელს და მუნიციპალიტეტს მთლიანად მაგ ხალხსაც უბრალოდ მან ნიუსი რამდენად ანუ მანამდე მაგალითად გვინახავს ბექა ჩხიკვიშვილი თქვათ ან სოფიო რამიშვილი რომელიმე შობას ანუ ეს ინფორმაცია მანამდე ჩვენამდე მოვიდა არა ეგ რასნიშნავს ისევ იგივე პატერნია რასაც მართლა უკვე ამოვიდა ხელში რამდენჯერ უნდა ვთქვათ ეგ რომ ანუ არაფერია აქ უბრალოდ ერთი განსხვავებაა რომ ერთი რაც დავიჭირე რომ შეხედე ანუ გუბერნატორთან თავმჯდომარე და მერი წუნებული საკრებულოს დავით დარჩია და ხო, ანუ შეხედე, ეგ ხო თან მერია წერს ამას, ნახე, იწყებს თავისი თავით და სწორია, ეგრეს უნდა იყოს. მერე ახსენებს გუბერნატორს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენ დაესწრდენო რა, ეს სამი ტიპი დაესწრდენ. მაგრამ აქვე მოადგილეებიც ბრელთან ერთად დაესწრენ რა. ესენი ალბათ სხვა ხო, ანუ ვინდა აქ არაფერ შუაში არ არის, არც მერი, არც აქ საქმე გვაქვს პრესსამსახურის კვალიფიკაციას. უყურებ რა უნდა გაეკეთებინათ. პრესსამსახური უნდა იცოდეს რომ ხშირად სურათ ინფორმაციაზე მეტია. კი ბატონო. მაგალითად, აქ უნდა გაეკეთებინათ. კოლაჟი აქ გაკეთებული. აქ უნდა კი, მაგრამ კოლაჟი საერთოდ არ არის საჭირო. აქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ეს წინადადება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავ ქრისტეს შობის წყინვალე დღესასწაულს და პახო ბაპატიეთ ამათ ენაზე რომ თქვა. პახოდ სურათი უნდა გაეშვათ ისეთი, რომელიც ამ მერზე მოადგილეზე იმაზე იქნებოდა კიდეც ფოკუსირებული და კიდეც არა. ხო, ვესმის. ირიბი რეკლამა უნდა გაეკეთებინა რა ადმინისტრაციის. მაგრამ აზზე არ არის. აქ საერთოდ სხვა რაღაცაზე მე ჩემი აზრით სხვა რაღაცაზეა საუბარი რა. ანუ აქაც არის ამ რაღაცა შობის დღესასწაულის საკუთარი პიარისთვის გამოყენების ამბავი რა. ეს გამოყენებინა. თუ შე რაღაცის გამოყენება გინდა ამათმა პიარი არის პიარი და პრესსამსახური არის იგივე მაგალითად ფინანსური მენეჯერი და მორალე. როგორ შეიძლება პრესსამსახური პიარი იყოს?
ხო და აქედან გამომდინარე პიარი საერთოდ არის ის რა, პიარი არის ის რომ ეს უბრალოდ მილოცა ყოფილიყო, ეს ტექსტი საერთოდ არ იყო საჭირო და სურათი გაეშვა კონტექსტით. მიზანი რა იყო შეხედა, ანუ ყველა უნდა ეხსენებია და იქ კონტექსტი ხო დაიწყო რომ თვითონ ანუ წეს მერზე და ისტორია ხე მერია რო აქვს ეს ალბათ მერი უნდა იყოს პირველი, მაგრამ მე ის მოადგილეები ვეღარ ჩასვა რა, პრესამსახურმა და იქვე რაღაცა სხვა წინადადებაში გაუშვა. აგიყვანებენ ზევით, იქ მეორე სართულიდან გადაუღეს სურათი, სადაც მიტროპოლიტის გამოჩნდება და მთელი ეს ისტაბლიშმენტი. და შევ გაუშვა ამ სურათს სულ არ დაწერ ვინ ესწრებოდა. ხალხი ისედაც მიხდებოდა, ეს არის რეკლამა. კი ბატონო, ირიმ. მაგრამ რომელიც უკეთესად მუშაობს. და ეხლა ეს რო დაწერა, ხო, სისულელეა. ძალიან სასაცილოა. ტრაპარეტულია და უკვე ძალიან სასაცილო არა ეს ორი ამბავი. მერი დაესწრო გუბერნატორთან იმასთან ერთად და მოადგილეები მრევლთან ერთად. ანუ ეგ ხო რა. კვალიფიკაციის პრობლემა არის ეს. ის ეს არის რაღაცნაირად ძალიან ამ კვალიფიკაციის ნაკლებობამ პრობლემამ ეს ნიუსი გახადა ძალიან ტრაპარეტული და ძალიან ფალისებლურიც კი. ხო, ეხლა წარმოიდგინე. არა ეს რო გაყო ეს არის ფანტასტიკა. ახლა ხურჯუმელზე სურათი გადაუღებ თუ არა მოцоცხა წავიდა რა. ახლა ბოლომდე დაესწრებოდა მაგი და მე შეგეტყვი ახლა იმას ქადაგებას მოусმენდა მეუფის არა მგონია ქადაგებამდე რომელიმე მიაღწევდა ბატონ დარჩიას ჩვევაში ექნება ჩვევაში ექნება უკვე დარჩიას იმდენი წელია მაგრამ ამათ ახლები მეწოდება რომ ვალდებული არიან რომ ესქნან თორე არა მეუფის ქადაგებას არცათი არ მოусმენდა შემდეგი ლადო შემდეგი ერთი დარჩა აღარ ვისურვი აღარ ვისვით ხო რა აზრია მარიამ ლაშხს ოპა ბეკა დავითულიანს და ნიკოლოს სამხარაძეს საპატიო ამბროლაუერის ჯილდო გადაეცათ. ჩვენც ისე აი ჩვენ ვახსენებთ ეს ნიუსი ჩვენთან რატომ მოხდა არ ვიცი. არ ვიცი შეიძლება ეს ნიუსი მე მგონი ჩაგვიდო ამბროლაურის მოსახლეობამ. ჩვენ ოთარ წელანი ვისაუბრეთ დატვირთვა ასე. რომ დატვირთონ უნდა და აშკარად ჩვენმა ხელისუფლებამ ესენი ჩვენ დავტვირთოთ უნდა მაგრამ რამინა ბერაზე ახლა როგორ შეიძლება საპატიო მოქალაქე არ იყოს არ არის ჯე არ არის კაცო რას ლაბარა რამინა ბერაზე იგივე ავთოთალაკვაძე არჩილთალაკვაძე ჩვენი დეპუტაცია მარტო ვასილ ჩიკოგიძეთ რომ შემოვიფარგლეთ ეს რაღაცნაირად მე მგონია რომ არ არ კეთილშობილური საქციელია და არ ეკადრება ჩვენ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ რომ მაგალითი აიღოს იმან, მაგითო არის აიღებენ მაგალითს. მაგალითად ახლა საპატიო უზურგეთელობა. ვისთვის გაიმეტებდი? საპატიო უზურგეთლობა? ავირთული კითხვაა რა. არ ვიცი. არ მიფიქრია არასდროს მაგაზე. აი ფიქრე ოთარ ახლა იფიქრე ნუ ეხლა მაგ მინიმუმ 1 წუთი ხომ მინდა მოსაფიქრებლად არა 1 წუთი სერიოზულად თუ ამა ბიჭები ასე გაცა მაგის მეტი რა არის რა ვიცი ანუ საპატიო მოქალაქე ახლა უფრო საპატიებელი მოქალაქეს სტატუსია მაგრამ საპატიოზე მე ვიფიქრე კი ბატონო ხო და აშკარა არ ვიცი რა ჩვენს უნდა დავტვირთოთ ჩვენი დეპუტაცია და უფრო იქნება აი ოფლის მღვრელი შრომა უფრო აქ მე მგონია რომ უფრო ხელშესახები იქნება უზურგეთისთვის ეს მინიშნება მე მგონი უფრო ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არის მათი ანუ ჩოხატაური უზურგეთი ლანჩხუთს ეხა ამითი ეხა ამბროლაურმა მიანიშნა რომ ბიჭო რა შვები ამბროლაური ხარ და რაღაცა ჩვენც რა გაგოხურხნი რაც ხო და ამათმას უნდა მიანიშნონ ამ გურულ დესანს თბილისში მაგალითად წილოსანი რო არის ესე როგორ ვიტანა კრუხივით გადაფოფრილია ლანჩხუთის მერიაზე და სარიშულზე და ასე რომ ისე ამათმას უნდა მიანიშნონ რა ვიღაცა უზურგეთელი წილოსანი ნახონ უნდა რა გეტახო მარტო ახლა ვანო ჩხარტიშვილის მაგ ჩაუქობა და რაღაცა ეს ხურხნა არ ყოფნის ბარეულს. სხვათა შორის საყვედური ჩვენ ნაკლებად ითქმის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხალხი არ აღმოჩნდა ზად თორე ჩვენ უფრო წინ ვიყავით წასული, გემახსოვრებად იყო პეტიცია პანთეონის მოწყობის შესახებ ოზურგეთში. ხო და პეტიცია იყო თუ საკრებულოს ხომაზე გავიდა? არა, პეტიცია გავიდა რომელიღაც მოქალაქე, რომლის უკან მინიდგა არ ვიცი ხო. არა, მოქალაქე იყო გულწრფელად ითხოვდა, კი.
იყო ხო რომ პეტიცია პანთეონი გჭირდება. ანუ პანთეონი რო გაკეთეს და იქ დაიკრძალონ გარდაცვალების შემდეგ მოგწონთ ეს ინიციატივა? აბა არ უნდა? აბა ცალ-ცალკე უნდა იყოს დაღრილი? არა, უყურე, მანდ მე უყურე შეხედე. სწორად მოიქცა მაგ შემთხვევაში საგრებულო რო არ გააკეთა პანთეონი რა. ჯერ დავაგროვოთ. ხო და მე დავმარხოთ. მე პანთეონი. ვის მარხავ? ეგ უფრო ლოგიკური. ანუ საპატიო თუ არ ყავს ვის მარხავ? ხო რა გინდა პანთეონი? არ ყავს ეხლა რა გინდა ეს პანთეონი, რა ვიცი. არ ვიცი. ღმერთმა ყველა 100 წელი აცხოვს. ძალიან ბევრი საპატიო. არა, მეთქვა გასო ყველა დიდხანს აცხოვროს. მაგრამ ოდესმე ხომ თავ გჭირდება პანთეონი. როცა დადგება მათი დრო რა. კორუფცია იკითხე შენ პანთეონის მოყვედრა. პანთეონზე რო ჩალიჩო. აი, ასე რო ქვია რომ აი პოზურგეთის მუნიციპალიტეტის პანთეონი. კორუფცია. კაროჩე, რო ჩალიჩო ადგილს. ანუ ის დირექტორთან რომ მიხვალე. მაგ პანთეონში ძეგლები დაშვებულია, ხო? თუ ბიუსტები. არ ვიცი, ალბათ ხო, იგი მინიმუმ წარწერები იქნება რა. არა, სკვარად პანთეონის სამუშაო ადგილები შეიქმნება, ერთი აიპი დაგვემატება. კი ბატონო, აიპი პანთეონი ოზურგეთის. ოზურგეთის პანთეონი და აუ შენ მე ნახე მაგის პოსტერი. ამის თაკრძალოს დაესწრნენ. ყველა მოადგილე საერთოდ თვითონ პანთეონის პოსტი რო იქნება რომ დღეს ჩვენს შემოემატა. ღვაწმოსილია. ბოლოში იქნება ასე. გუბერნატორი, მოადგილეები, მერი, მოადგილეები და ბოლოსგან დასრულდება სამსახური თანამშრომლები. ეს მოადგილეებზე რო იქნება რომ ანუ მერი და გუბერნატორი ვიღაცებთან დაესწრო ჭირის უფალთან ერთად და მოადგილეები მესაფლავეებთან ერთად დაესწრო. მესაფლავეებთან სულებს ხო. ანუ ეს ასე ნახევრად ღიარული ნოტით შეგვიძლია ეს დავასრულოთ ეს ნაწილი და გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. კითხვებია შემოსული, როგორც ვიცი, ბატონო ვლადიმერ რა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. უკვე ისეთი კითხვა-პასუხია შეგახსენებთ რომ ნახევრად ინტელექტუალური ამბავი გვაქვს, ამიტომ კითხვებიც შესაბამისად ნახევრად ინტელექტუალური. ხალხის მომზადებული იქნება და კაი, პირველი კითხვა. არის სიურეალისტური, ანუ წარმოსახვითი ამბავი. ხო, მოკლედ ეს შეკითხვა ასეთი მოგვაწოდეს რა, რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის მაგალითად 2032 წელი და ქვეყანა ცხოვრობს იმ გარემოში, იმ ვითარებაში, რასაც ახლა ტევ-იბედი ქმნის რა, სინამდვილეში რომ ეგეთი რეალობა დგას. და ესეთი შეკითხვა. ხო. ავსტრალიაში კენგურუების ყოველწლიურ საახალწლო გასართობ შოუზე ლარი კინინა 2032 აქვე გეტყვით რომ ლარი კინ ავსტრალიურ ენაში ნიშნავს მხიარულ და იუმორით სავსე ადამიანს. ანუ ეს ლარი კინინა არის იუმორისტული რაღაცა კონცერტი, ღონისძიება. ხო, ამ ლარი კინინა 2032-ზე ბონჯოზე, ანუ სიმებიან საკრავზე. ხო, ვირტუოზული შესრულებით გამოირჩა დედა და შვილი კენგურუების დუეტი. განსაკუთრებული ოვაცია. ეს კენგურუს ფორმა, ამას ვეკითხები. კარგი ხაროთ არმა და ჩქარი. ხო, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა შვილის ბიჭუნა კენგურუს შესრულებამ. ხო. თუმცა პუბლიკას მხოლოდ აპლოდისმენტებით მოუწია თავისი აღფრთოვანების გამოხატვა, რადგან ბიჭს სახელი მამა კენგურუმ თავის მშობლიურ ენაზე დაარქვა, რის გამოც აბორიგენი ავსტრალიელი კენგურუებისთვის ამ სახელის წარმოთქმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და მხოლოდ ტაში შემოიფარგლეს. სახელს ვერ ყვიროდნენ რა, მოკლედ ამ ბიჭის. ყურადღება შეკითხვა. რა ერქვა ვირტუოზ ბიჭუნა კენგურუს? ეს დავეტაი ჩახუჭუჭებული კითხვაა. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ კენგურუს აქვს მოკლე ხელები რა და ბანჯოზე მაგრად გაუჭირდებოდა დაგვრა. თუ ბანჯოს პატარაა, მაგრამ რავი, იმ ხელებით ეხა ესე აქვს ხელები და ცოტა. მაგაში მამის ფაქტორმა უშველა. ცოტა რაღაცა მე მგონი მაინც უბრალოდ ჩვენ გავიმარჯვეთ, ხო? მე მაინც მგონია რომ ძალიან მე მაინც მგონია რომ ნიუს იქნებოდა ესეთი მაგტების აღწერის დაესწრნენ. მელბურნის, სიდნეის მერები მერი კენგურუები დაესწრნენ.
არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის წარმოსახვითი რეალობა, რომელიც გამიგე, მაგრამ აქ იმედიც იყო ნახსენები. ხო, კი, იმედი მნიშვნელოვანია რომ მივხვდი. ბაღაშვილები იქნებოდნენ ეგეთი. ანუ ფორმა ექნებოდა ბაღაშვილს ჩასმული კენგურუს. ანუ რა ერქვა კითხვა არის ესეთი, რა ერქვა ბიჭუნა კენგურუს? ბიჭუნა კენგურუ არ მახსოვს, კაცო, შვილ ბაღაშვილს რა ქვია. ბაღი კენგურუს ფორმაში იყო. არა, სოსო ჯერმალდა. გია. ხო, მაშინ გიას რატო ვერ დაიძახენ? რთულია რა. ნუ მოკეთ ბანდარი რა, ანუ ჩვენ სწორი მიმართულებით ბორძიკებს. კი, ბორძიკებს სწორი მიმართულებით. მე ფიქრის რომ ამოიწურა. მე ვიტყვი ესე რა. ფიქრის რომ ამოიწურა და პასუხი დამიფიქსირეთ. პასუხს ესე ვიძები რა. კენგურუს ბიჭუნას ფორმა ეცვა ჯემალ ბაღაშვილის ბიჭს. ან პასუხი ეგ არის რა. ანუ კენგურუ რაღაც წარმოსახვითია კითხვა. პასუხიც კი ბატონო, მიღებულია კითხვა. ხო. მართალია იმ ნაწილში რომ კენგურუს ფორმა ეცვა ჯემალ ბაღაშვილის ბიჭს გია ბაღაშვილს. კი. TV იმედის მეგა შოუ ვინ არისში. ეგ არ ვიცოდი, ხო, მიგრძნო. კი, და ეგ სიურეალისტური რეალობა სწორედ მაქედან წარმოდგება, თუმცა პასუხი არასწორია და ბიჭუნა კენგურუს არა, ბიჭუნა კენგურუს ერქვა ჯემალიკო ბაღაშვილი. რამე თუ მამა კენგურუ არის თვით გია ბაღაშვილი. ანუ კითხვის შინაარსი ამაში მდგომარ. გავიგე, ანუ შენ ეს პატარა ბავშვი, მე უფროსებში წავედი. ხო, ნუ მოგეთ, მაგრამ ვიღო აქეთ ჩავსვლი. ძალიან კარგი. ახლა შენ ანუ იმედის რეალობის ძალიან კარგი ექსპერტად გამოდგეთ ბატონოთან. ასე შემიძლია ვთქვა. კარგი მეგობრებო, ბოლო კითხვაც დღეისთვის და შავი ყუთი. მოგეთ, დღევანდელ თამაში ვლადიმერ ბატონი ხმა კიდევ ერთხელ მაგდან ჩალენჯობს რომ დავუმატოთ. ხო, ანუ მე რასაც ბოლო ჩვენი უძლეველი ორეული დამარცხდეს რა. არა, თქვენ ხო იმ სეგმენტში ხართ შეს. არა, იმაში მithra მე რომ იყო, ეხლა ჩვენს გიმნაზიუმში ყოლა. ამ ლოგიკა. კი. შემდეგი კითხვა. პრობლემა არ არის მაგაში. უბრალოდ მე ჩვენ რასაც გვაწვდიან იმას კი ბატონო. წავიკითხოთ. კი, შემდეგი კითხვა, როგორც ხედავთ, ჩავიტყუთია სტუდიაში, მეგობრებო. და მოისმინეთ შეკითხვა. რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის, ანუ იულისხმის საქართველოს, ამ ქვეყნის წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს უცნაურად გადაეკვეთა. საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა ორგანო, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ქართული მწერლობის კლასიკა და თანამედროვე პოლიტიკური ფარსი. პირველს ეს ორგანო იმიტომ წაართვეს, ანუ წარსულს იგულისხმება პირველში. ეს ორგანო იმიტომ წაართვეს, რომ მას ზედმეტად გენიალურად იყენებდა. მეორე კი საყოველთაო დაცინის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ თანამედროვე პარტნიორთან სეირნობისას მას სათანადო ადგილი ვერ მოუძებნა და სემირამიდას კიდული ბაღებივით უმწეოდ ალიბრივებდა ჰაერში. ყურადღება შეკითხვა. რადევ შავყუთში. მაიცა. კითხვა ვერ გავიგე. თავიდან გაგიმეორებთ. რამდენიმე დღის წინ ანუ ამ გადაცემიდან გასვლის როცა გადდის, უკვე რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს უცნაურად გადაეკვეთა. საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა ორგანო, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ქართული მწერლობის კლასიკა და თანამედროვე პოლიტიკური ფარსი. ორგანოში რა გულისხმობ, ადამიანის ორგანო? ხო, არა შესოსოვას არ გულ ადამიანს. სახელმწიფო ორგანოები გულისხმობ. კი, არა, ადამიანის ორგანო, ხო, კი. პირველი ისტორიულ ამბავში არსებულ პირველს ეს organo იმიტომ წაართვეს, რომ მას ზედმეტად გენიალურად იყენებდა. გავიგე. გასაგებია კითხვა. სხვათა შორის მაგნატილში ხა წარსულთან ეგ ვერ წავა, მაგრამ ეგ ამბავი, რაზეც ესე განხილვა იყო, ეს მარტო ხელზე არ არის იქ საუბარი რა. იყო ერთ-ერთ გადაცემაში საკმაოდ საინტერესო ფეხის კიდურიც აქვს. და საინტერესოდაა წარმოჩენილი იქაც რა, როგორც მახსოვს რა და ანუ ალბათ იმ ამბავს ხვები რა, ეს მონაკოში რო თავი დაგვადგა ზარქუა ვადიმერ. მაგრამ რა ფერწარმევით გინო, ახლა ამ ყუთში ზარქუას ხელიდებს ზარქუასი? აუ, საწოდავი ზარქუა. ლადო, რა სიტყვი? ნუ ხელია პასუხი ცალსახად, მაგრამ არ ვიცი რა.
აკრადებს ეს ვერ გავიგე სათამაშო ხელი. მონაკოში რა სიტყვი ეხა მაგაზე. წარსული და მომავლის გადაკვეთა. ბიჭო იქ ისა რა ქვია კაცო დინოსაურის მარჯვენა დააკავშირა. ანუ იქ ართმევდენო მოკვეთეს რა მარჯვე. ხო, დაჟე აქ ამბავი არის რომ მარჯვენა ხელი დევს აქ და მარცხენა არა. ეხლა რო ვთქვათ რომ ხელიო არ ჩაგვიწვის პასუხში, იმიტომ წავაგოთ უნდა და მარჯვენა ხელი დევს საკვასი. და მარჯვენა ხელი აი ესეთ მდგომარეობაში რაღაცა რა. რაღაცა არ ვიცი როგორ არ მახსოვს ზუსტად როგორია, მაგრამ შენ გემახსოვრება ეგ. ისე სხვათაშორის ბოდიში სანამ იმას ისა ეს ისეთი პატარა ყუთია რომ აქ ზარქუას მარჯვენა ხელი კი ადევს, აქ ზარქუას მარჯვენა თათი. არა მე მეშინე უფრო სხვა რაღაცა არ იყოს. სხვა რაღაცაში რო იყოს საქმე მთლიანი ზარქუა უნდა იდოს მაგაში, ამიტომ ნაწილი ორგანიზმი. ურმაგი დატვირთვა ეხა ხმის სარკაზმსაც ჩავწვდი და შენ სარკაზმსაც ჩავწვდი, თუმცა ჩვენ ეხა +18 არ გვაწერია, ამიტომ გევეშვათ რა. თუმცა გეთანხმებით ორივეს. კარგი, ამოიწურა ფიქრის დრო პასუხი. ზარქუას მარჯვენა თათი. და ეს სწორი პასუხია ბატონო როთა. რა თქმა უნდა. სურათია, ხო, აკე, არ არის თათი. კი ბატონო, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, მე გადაცემა როცა გავა ეკრანზე გვექნება მაგის ჩვენების შესაძლებლობა, რომ მონაკოში კი, ზარქუას ბატაშორის არ ვიცი რამდენად მართალია, მანდვე მონაკოს მაგ კადრში ერთ-ერთმა Facebook მომხმარებელმა ისიც დაწერა, რომ იქ მეორე ადამიანი ჩანს, საკმაოდ საინტერესო რაღაც დაწერა. კიდე ერთხელ ხო, არ ვიცი რამდენად მართალია, თუმცა საინტერესო იმით არის, რომ ეს ადამიანიც იქ იმყოფებოდა, ეხა რომელიც არ არის ეხა ამობენ რომ კოლცენტრების თემა, კი. მაგრამ მე სხვა მიმართულებით ვიყავს ამბავი რომ არ არის ისეთი პოპულარული ტიპი რომ ვიღაცას ფეიქ ვიდეო გაეკეთებია მასზე რა. ეს ზარქუა ხო იცახის რომ ფეიქია, მაგრამ რეალურად ფეიქი არ არის მაგით დასრულდება. არა, ეს ტრადიცია თუ გიყვართ ხოლმე მე ხშირად მიყურებია მსგავსი ტიპის კადრებისთვის მონაკოს რა საინტერესო ტიპი ის არის რომ იმაზე ფეიქი შექმნილი იყო ხო რეალურად ეს არის რეალური კადრი შემთხვევით მოხდა მომკლად ხო რა თქმა უნდა ეგ ვიცი კაცო კი მაგალითად ზედა ძალიან ცნობილ ადამიანებზე და მილიონერები რომლებიც და რაღაცეებზე და ძალიან და მონტე კარლოს კაზინოში ძირითადად ვიპ საზოგადოება და რაღაცა მასონთა ლოჟიზმს გავსია აუ შე მარიამ ლაშკი ჩაგეთქა თუმცა მარიამ ლაშკთან მაგას ახსნაგარმატებები მოუწევს და რა მარტო მარიამ მე მგონია რომ ბატონი ვიზინა მაგას მაგისთვის გაკიცხავს რა ეგ ბატონი ვიზინას თუ აკვირდები შენ რომ მაგ ნაწილში ძალიან ისეთია რა ყოველთვის წამოაძახავ ვიღაცებს ძალიან სულად მოიქცა სხვათა შორის ეხა აღარ გავშლი მაგ თემას მაგრამ მე მგონი რომ ბატონი ვიზინა ზარქუას გაპრესავს აშკარად მის კურტიზანულ ქცევას არ მოიწონებს და მინიმუმ თათზე დასწრებს იმას რა ქვია ეტყვის რომ ცოტა ვაშკაცურად ბიჭო ვაშკაცურად რატო არ მოიქეცი გაკიცხავს მიდად დათქავია მოგეთ ამით ჩვენ თამაში ვლადიმერ ამოიწურა როგორც იცი შენ როგორ ავთავრებ ხოლმე გამოვსწორდებით უკეთესადაც შეიძლებოდა მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება უკეთესად ის ამბავი რომ სტიქი შედეგად დაზარალებულთა ფუნდიდან ხო ეგ საოცარი ამბავია. კლაპის კვების ობიექტი, რბილად რომ თქვა, კვების ობიექტი, ანუ კვების ობიექტი ინფრასტრუქტურა დაფინანსდა, კერძო ბიზნესმენი დაფინანსდა, ეს არის რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცნაირად რო იტყვიან ფსკერი გახვრიტაო და ხან არის გამოთქვა რომ კიდევ რითი უნდა გაგვაოცონო. ამაში მაგრები არიან ეხლა რა, ეს ფსკერი არა აქვს, აბა და ხრეთე რა. ეხლა ისურვები რომ უფრო კარგი ამბები კოსმიურ რაღაცას იმას თუ შევადარებთ, აი შავი ხრელი არიან რა, ის არა აქვს რა ბოლო. ხო და ნუ მოგეთ, ხო, რაღაცა საოცარი ამბავი. აქვე ჩვენს მაყურებელს მიმართავ რომ გამოგვიწეროს ჩვენი YouTube არხი, სტუდია ანტიბიოტიკი და ასევე გამოვყევით Facebook-ზე სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და იგივე დასახელებით TikTok-ზე. მადლობა. კარგად გზამდებოდეთ.